შენი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ძაღლის ჯიში. და დღეს ვილაპარაკებთ დალმატინელზე. ჯიში ევროპაში ჩამოყალიბდა, მაგრამ ხშირად ხორვატიას უკავშირებენ მისი წარმოშობის ქვეყანას. თავდაპირველად ეტლების დამცველი ძაღლები იყვნენ და შესაბამისად სელექციაში მნიშვნელოვანი იყო, რომ მიეღოთ სწრაფი, გამძლე და ძლიერი ძაღლები. და ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ გამოიყურება შენი დალმატინელი ყოველთვის ესე სპორტულად. ძელი ფეხები, ელეგანტური სხეული, შავი ან ღვინისფერი ლაქები. ეს ძაღლი თითქოს კამერისთვის არის დადებული. მაგრამ ამ ლამაზი გარეგნობის უკან ნამდვილი ენერგიული ბომბი იმალება. დალმატინელი სახელში დიდხანს მშვიდად ვერ გაჩერდება. მას სულ მოძრაობა უნდა, სულ თამაში უნდა და უნდა რომ სულ საქმეში იყოს. და ოჯახთან როგორია? ეს ძაღლები იდეალური ოჯახის ძაღლები არიან. ძალიან ძლიერი ემოციური მიჯაჭვობა აქვს თავიანთ პატრონთან და ცდილობენ რომ მუდმივად გააბედრიანონ თავიანთი პატრონი. მშვიდთან სწორი სოციალიზაციის შემთხვევაში იდეალური ძაღლები არიან. მაგრამ ისევ და ისევ დალმატინელზეც იგივე მეორდება, თუ ეს ძაღლი მოიწყენს დამიჯერებს შენ ზალს, კარგი არაფერი მოუვა. ენერგიის შეფასება 10-დან 10. უსეინ ბოლტი არა, მაგრამ მისი მეგობარი გაწვრთნის შეფასება 10-დან 8. ძალიან ჭკვიანი ძაღლია, ძალიან მარტივად ითვისებდა თან ხალისით ითვისებს ბრძანებებს, მაგრამ ძალიან ჯიუტია. beginner friendly საშუალო. ჯანმრთელობის მხრივ ეს ძაღლი ჯანმრთელობის მხრივ ამ ჯიში ყველაზე გავრცელებული პრობლემაა სიყრუე. დანარჩენი ხანდახან შეიძლება დაემართოს ალერგიები და სხვადასხვა კანის პრობლემები. წონით 20-30 კილოგრამი იზრდება და საშუალოდ 13-14 წელი ცოცხლობს. იცი რა არის ყველაზე მაგარი? დალმატინელი თითქოს სიცოცხლის და ხალისის ენერგეტიკას ატარებს. ხო და თუ შენ ძალიან მოგწონს ესეთი ვიდეოები, აუცილებლად დაალაიქე და დამეხმარე იმაში, რომ 10,000 ფოლოვერზე ავიდე. და ბოლოს თუ გინახავს ან თუ ყავს დალმატინელი, ფოტო აუცილებლად კომენტარებში დატოვე, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მხდება ბოლო პერიოდში.